ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები უნდა განვიხილოთ, მე ვფიქრობ, გიორგი, ორ ჭრილში, მაკრო ჭრილში და მიკრო ჭრილში. ანუ მაკრო ჭრილში შეიძლება რა ვთქვათ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი კი ამბობს, რომ ეს ჩვენი ომი არ არის, ამას უბიოც იმეორებს, რომ ჩვენ გვაშორებს ამ ომის თეატრთან დიდი და არაჩვეულებრივი ოკეანე და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ამერიკის ომიც არის. რატომ? იმიტომ რომ ამერიკა ვერ გახდება დიადი, თუ არ იქნება გლობალური მოთამაშე. და ამერიკა დღესდღეობით არის გლობალური მოთამაშე ნომერი 1 და რუსეთი არ არის გლობალური მოთამაშე ნომერი 2. შეიძლება არც 3-ც არ არის. შეიძლება 4 იყოს ან მე-5. და ეს ომი ბარბაროსული, რომელიც დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, არის ზუსტად ამ გლობალური ბალანსის შეცვლისკენ მიმართული ქმედება და ამის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ინტეგრალური ნაწილი არის ის, რომ რუსეთს ამოძრავებს იმპერიული ამბიციები და თავისი გავლენების გაფართოებით უნდა ამ გლობალური ბალანსის შეცვლა. მინდა გაგახსენოთ საგარეო საქმეთა მინისტრის რიაპკოვის გამონათქვამი, რომელიც სულ არ იყო დიპლომატიური ენით ნათქვამი, მაგრამ ძალიან კარგად გამოხატავს რუსეთის მოადგილის დიახ, თუ გახსოვთ ეს 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში თქვა მე ბოდიშს ვიხდი ტელემაყურებლების წინაშე, რომ მომიწევს ამ გამონათქვამის გამეორება, მაგრამ პირდაპირ სიტყვებით მან თქვა შემდეგი, რომ ურჩევთ ნატოს აიკრას გუდანაბადი და დაახვიოს 97 წლის ხაზამდე. აი ზუსტად ეს ამოძრავებს პუტინს დღეს და თუ ამ თამაშში რამენაირად და რაღაც ხარისხით აყვა ტრამპი და დღევანდელი ადმინისტრაცია პუტინს, ნამდვილად ვერ იქნება დიადი ამერიკა. ეს რაც შეეხება მაკროსურათს. ეხლა რაც შეეხება მიკროსურათს, ანუ ის რაც განვითარდა ამ დღეების განმავლობაში, მე ვფიქრობ, რომ მე არ ვიცი თქვენ ეთერში შეიძლება სხვაგან მე რამოდენიმეჯერ აღვნიშნე, რომ დიდი შეცდომა იყო ბატონ სტივ ვიტკოფის დანიშვნა ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, იმიტომ რომ ერთი მას ნაკლებად აქვს დიპლომატიური გამოცდილება და მეორე მას სამ აბსოლუტურად განსხვავებულ და ძალიან რთულ დიპლომატიურ სფეროში მოუწია, ასე ვთქვათ, საქმიანობა რუსეთ-უკრაინის თემაზე, ახლო აღმოსავლეთი და ირანის. ეხლა ძალიან რთულია გამოცდილი დიპლომატისთვისაც კი ამ სამ აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროში კომპეტენტური პოზიციის ჩამოყალიბება და მისი დაცვა, ეს ერთი. მეორე, როდესაც ის რუსეთში ელაპარაკება პუტინს და დააკვირდით, რომ პუტინი ყოველ ჯერზე ხვდება მას. დღესაც არის საუბარი, რომ შემდეგი შეხვედრაც უნდა მოხდეს. ეხლა, რა თქმა უნდა, პუტინი ძალიან სერიოზულად არის მომზადებული ამ თემებთან დაკავშირებით, ძალიან კარგი მომლაპარაკებელია, ძლიერი და ვიტკოფთან შედარებით აქვს გაცილებით უფრო მძიმე წონა, გამოცდილება და უნარები. და შესაბამისად ის ახდენს ვიტკოფის პოზიციით манипуლირებას, მაგრამ ნახეთ რა შედეგამდე მივედით ჩვენ. როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ აი თქვათ, რომ ყირიმი და ასე შემდეგ უნდა ვაღიაროთ, ესე იგი ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართალს და მის პრინციპებს და ნორმებს. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ უკრაინის კონსტიტუციას და აქ ზელენსკის ჩაყენება იმისთან ამ მდგომარეობაში სურთ, ნებსით უნებლიეთ, რომელსაც ის უბრალოდ ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ეს აღემატება მის მანდატს. ამას შეგნებულად ხო არ აკეთებს ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი, იცის რა, რომ სრულიად არაპერსპექტიული არის ამ ტიპის შეთავაზებები, ეს თან ოფიციალურად არც მომხდარა, ხო? რაღაც გაჟონების დონეზე ამ მტკიცებულება არ არსებობს, ამბობს კიდეც რომ ზელენსკის არც არავინ თხოვს ყრიმის აღიარებას და ასე შემდეგ, რომ ზუსტად იმიტომ რომ ერთის მხრივ პუტინს დაანახოს რაღაც სხვა მიზნების გამო, არ ვიცი, ჩინეთთან პოზიციონირების გამო, რაღაცა ტიპის სილყინულოვან ოკეანეში ამერიკის ინტერესების დათმობებზე წამოყვანისთვის თუ არ ვიცი რის გამო, მაგრამ ეს რო ჩაიშალოს, დაბრალდეს რიტორიკის დონეზე ზელენსკის
და მოახდინოს დისტანცირება აქედან გამოსვლა მოლაპარაკებებიდან, როგორც ვიце-პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, ჩვენს უფრო პრიორიტეტული მიმართულებებით მოახდენ ჩვენი რესურსების მობილიზებას. მეც მიფიქრია მაგაზე, მაგრამ თუ ეს ასეა, ეს არის ძალიან მეამიტური მცდელობები რაღაც ქულების აღების პუტინთან ურთიერთობებში ძალიან დიდ ფასად. მაგრამ როდესაც მე ვლაპარაკობ რომ ეს ეწინააღმდება კანონებს, ეს მხოლოდ უკრაინის კონსტიტუცია არ არის. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკის კონგრესს აქვს მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რეზოლუციებზე აღარ საუბრობ, კანონები, სერიოზული ფუნდამენტალური კანონები, ორმხრივი პარტიული ძლიერი მხარდაჭერით, პრაქტიკულად კონსენსუსით. და პირველი ასეთი იყო 2014 წელს მიღებული უკრაინის დამოუკიდებლობის აქტი, მაგრამ ახლა შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციამ თქვას, რომ კი ბატონო, მაგრამ ახლა ის ობამას დროს მიღებული აქტი და მაგრამ აგვისტოში 2017 წლის როცა ტრამპი იყო პრეზიდენტი, მაშინ იყო მიღებული ძალიან სერიოზული კანონი, რომელიც შეიძლება ასე ითარგმნება, ესე იგი ამერიკის მოწინააღმდეგეების მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება სანქციური პოლიტიკით. და ეს ძალიან სერიოზული დიდი აქტი იყო მიძღვნილი ორ ქვეყანას, ძირითადად ირანს და რუსეთის ფედერაციას და იქ არის ძალიან კარგად და კონკრეტულად გაწერილი თუ რისთვის და რატომ არის სანქცირებული რუსეთი და რატომ უნდა დაუჭიროს ამერიკამ მხარი ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ ისე მარტივი არ არის არც ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, შეიძლება არ ახსოვთ ეს კანონი თუ არის მიღებული. ძალიან კარგად ახსოვთ ეს. მოდით გამოჩნდება ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში, მაგრამ რაც ახლა კონკრეტულად მაგიდაზე დევს. რასაც ვამჩნევთ, განცხადებებითაც ირკვევა, რომ აშკარად ტრამპი და მისი ადმინისტრაცია გამოვა მოლაპარაკებებიდან. ეს ავტომატურად არ ნიშნავს უკრაინის დახმარებიდან გამოსვლას. ჯერ ერთი ესე უცბად ვერც გამოვა, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ მოაწერა თავ ტრამპმა ხელი სასანქციო პოლიტიკის ერთი წლით გაგრძელებას, რომელიც ბაიდენის დროს იყო ჯერ კიდევ მიღებული და ასევე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებაშია შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ის პაკეტი, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს იყო მიღებული. ორ მოცემულობას განიხილავენ. ერთი რომ ევროპა ბრიტანეთთან ევროკავშირი ბრიტანეთთან ერთად მაქსიმალურად ცდილობს და იმედია, რომ მზად იქნება ამ მომენტისთვის, რომ უკრაინას სათანადო სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს შეერაღების მხრივ, მაგრამ არის გარკვეული კატეგორიები, რომელშიც შეერთებული შტატები არის შეუცვლელი. ფიქრობთ თუ არა, რომ ტრამპი საერთოდ ჩაჭრის ამ დახმარებას, თუ ამ დახმარებას აღარ ექნება დახმარების ხასიათი, არამედ ტრამპი მიცემს შესაძლებლობას უკრაინას და ევროპას ამერიკის სამხედრო ინდუსტრიასთან ჩვეულებრივი კომერციული კონტრაქტების მეშვეობით შეავსონ ის დანაკლისი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების კომპონენტის შეჩერების პარალელურად. თქვენ ბრძანეთ, რომ ორი შესაძლებლობა არსებობს, ერთი და მეორე. მე მაინც ვიტყოდი, რომ შეიძლება იყოს სამი. პირველი, ესე იგი, ნეგატიური, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ჩაჭრის ყველანაირ დახმარებას ამ მოლაპარაკებებიდან გასვლის პარალელურად. მეორე, ის, რომელიც თქვენ ბრძანეთ, პალიატიური, ანუ გააგრძელებს იმ დახმარების პროგრამებს, რომელზეც უკვე არის მიღებული გადაწყვეტილება, ამასთან ერთად კომერციულ საფუძველზე გაუწევს დახმარებას უკრაინას. აქ სხვათა შორის ის უნდა გავიხსენოთ, რომ ბაიდენმა 2022 წლის 9 მაისს ხელი მოაწერა დემონსტრაციულად 9 მაისს ლენდ-ლიზის კანონს, რომელიც ბოლომდე ამოქმედებული არ არის და რომელიც კარგ საფუძველს იძლევა საიმისლოდ, რომ ეს კომერციულ ან ნახევრად კომერციულ საფუძველზე გადავიდეს ამ დახმარების გაწევა. ან მესამე ყველაზე კარგი ვარიანტი, რომ ბატონმა ტრამპმა შეასრულოს ის სიტყვა, რომელსაც აძლევდა თავის მხარდამჭერებს საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ამბობდა, რომ თუ რუსეთი არ დათანხმდება სამშვიდობო წინადადებებს, მაშინ მე მივაწვდი იმდენ იარაღს უკრაინას, რამდენსაც უკრაინა აითვისებს. ლიმიტების გარეშე მივაწვდიო. ეხლა მე ვფიქრობ, რომ პირველი ვარიანტი არის ნაკლებად შესაძლებელი, იმიტომ მაგ მთელი რიგი მათ შორის საკანონმდებლო დაბრძოლებების გადალახვა მოუწევს ტრამპს და მის ადმინისტრაციას. მესამეც ალბათ იქნება ნაკლებად სავარაუდო იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ტრამპისგან და რუბიოსგან ნაცკი, აღარ ვლაპარაკობ ვიტკოვზე, იმიტომ რომ ეს საერთოდ ვფიქრობ, რომ მისი როლი სერიოზულად იქნება
ანუ უახლოეს მომავალში უნდა ამოიწუროს ეს და რიგით, იმიტომ რომ ამისთანა მანევრებით ვერაფერს ვერ მიაღწია და პირიქით ტრამპი ჩააყენა ძალიან რთულ მდგომარეობაში. ამიტომ მესამე ეს პალიატიური ვარიანტი, რომ გაგრძელდება, ესე იგი, არსებული არხებით გადაწყვეტილებების შესრულება პლუს კომერციულ საფუძველზე გადავა ეს დახმარების მით უმეტეს რომ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი არის რომ მე მინდა კეთილდღეობა გავაძლიერო ამერიკის და თუ მრავალმილიარდიან კონტრაქტებზე ვარ ითქვა, როგორ იქნება ეს გაძლიერება, ხო? მე მგონი რომ ევროპა და თავად უკრაინაც მე მგონი ამ ვარიანტისთვის ემზადება უკვე და შესაბამისად ღია ტიპის კონფრონტაციაში ამიტომაც არ შედის დიპლომატიურია ძალიან ეს. ნუ ჯერ ერთი უკვე დღეს გიორგი უკვე დღეს ნახევარი შეიარაღება, რასაც უკრაინა მოიხმარს, თვითონ უკრაინაში იწარმოება. უკრაინაში სერიოზულ ინვესტიციებს აკეთებენ ევროპული ქვეყნები, რათა ეს მაგალითად დრონების წარმოება სრულებით აკმაყოფილებს უკრაინას საკუთარ თავს დრონების წარმოებით, ხო? და ევროპა უწევს დაახლოებით 30%-ს დახმარებას, ანუ ამერიკაზე რეალურად დღეს 20-დან 25%-მდე, რა თქმა უნდა, მთელი რიგი შეიარაღება იმისთანა, რაც ამერიკა ვერ შეცვლის. ეს არის მაგალითად პეტრიოტის რაკეტები და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ პალიატიური ვარიანტით მე ვფიქრობ, სავსებით მიეცემა უკრაინას შესაძლებლობა, რომ დაიცვას საკუთარი. ნახო, დაველოდოთ, გამოჩნდება ეს პრინციპში უკვე პროცესი არის რაღაც მნიშვნელოვან წერტილამდე მისული, რომლის იქითაც ეს უნდა გამოჩნდეს.